საღამოშვიდობის მეგობრებო, კიდევ ერთხელ და ხმამაღლა ცეცხლი და დამხობა ოლიგარქიას და ოლიგარქიულ რეჟიმებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. დღეს ბატონ ავთანდილ იმდაძესთან ერთად ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. ლექციის სათაურია რუსეთი როგორც კაცობრიობის სიმსივნე. სანამ ბატონი ავთო უშუალოდ ლექციაზე გადავა, მე წინასიტყვაობას გავაკეთებ. დღეს სოციალურ ქსელშიც გამოვეხმაურეთ დღევანდელ მოვლენებს. ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც აი ამ განვითარებული მოვლენების შედეგად რაღაცა აღელვება გაუმძაფრდა, ან უიმედეთა შეიცხადეს ეს რა ხდება, როგორ ხდება ეს, როგორ შეიძლება და ასე შემდეგ. ეს მგონია რომ უბრალოდ ჩვენი ცოტა სიბრმავის ბრალია, იმიტომ რომ ძალიან ცხადია ყველაფერი, ძალიან მარტივია ამ ყველაფრის აღქმა. ძალიან მარტივია გადაშალოთ წიგნი, ან უბრალოდ დაგუგლოთ და კითხოთ Google-ს, როგორ მყარდება, ან როგორ დამყარებულა ავტორიტარული რეჟიმები დედამიწაზე და ძალიან მარტივად იპოვნით ჩვენს გზას. როგორ გაიარა ეს გზა ყველა სახელმწიფომ, რომელსაც ეხლა დიქტატურასთან სერიოზული პრობლემები აქვს და ასე შემდეგ. ანუ ძალიან მარტივია ამ ყველაფრის აღქმა. სიმართლე რო გითხრათ, მე 2021 წლიდან შეგუებული ვარ ამ პროცესს. ნუ გარდა იმისა, რომ პირადად ჩემს წინააღმდეგ ხმამაღალი სიტყვების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრული და მე უკვე შეჩვეული ვარ, შეგუებული ვარ იმას, რომ გარდაუვალია თუ ბრძოლა არ მოვიგეთ ჩვენ აქეთ მხარემ, თითქმის ყველას დაგვიჭერენ. მე ამაში დარწმუნებული ვარ, გაზრებული გვაქვს და შეგუებულები ვართ. ამიტომაც ვართ ესეთ გაცხარებულ ბრძოლაში, ამიტომაც არ ვიხევთ უკან, ამიტომაც უბრალოდ გზა დასაკარგი არაფერი არ აქვს და ამიტომაც ძალიან მშვიდად ვარ სიმართლე რო გითხრათ, რაც უფრო ღრმად შედის ეს კრიზისი, მით უფრო მეტად ახლოვდება გამარჯვება, მით უფრო მეტად ჩემი აზრია ყოველ შემთხვევაში ეს. მით უფრო მეტად თლიანდებით, ვერთიანდებით და რაღაცა უკანა პლანზე გადაგვაქვს ჩვენი პირადი. გამოგვაქვს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილზე და მხოლოდ და მხოლოდ ეს არის გამარჯვების ფორმულა. გამარჯვების ფორმულა არის გამძლეობაში და მოთმინებაში. თუ არა ბრძოლაში რახან ვართ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ ქვეყანას მივხედოთ, ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ, ჩვენ შვილიშვილებს დავუტოვოთ ისეთი ქვეყანა, რომელშიც ჩვენ გვინდოდა რომ გვეცხოვრა. ამიტომ ძალიან მარტივად ყველაფერზე წამსვლელები არიან მეგობრებო ეს ადამიანები, ეს რეჟიმი არის ყველაფერზე წამსვლელი, საკუთარ მომხრეებს, საკუთარ ჩინოვნიკებს, საკუთარ ადამიანებსაც აღარ ინდობენ, ოჯახის წევრებსაც არ ინდობენ ხალხო. ამიტომ თვალებში უნდა ჩახედოთ სიმართლეს და ცოტა მეტი უნდა წავიკითხოთ. ჩემი რჩევა ეს არის და ამიტომაც ვართ აქ სიმართლე რო გითხრათ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გავცდეთ და შეგაგუოთ რაღაცნაირად, გითხრათ რომ კიდევ უფრო მეტზე წამსვლელები არიან, არც სისხლის დაღვრაზე იტყვიან უარს და არაფერ მსგავს სისაძაგლეზე, რაც კი ტირანიაში არის ჩვეულებრივი მოვლენა. მე აღარ მოგაწყენთ თავს, ძალიან სასიამოვნო, საინტერესო ლექცია გველოდება. მადლობა ბატონო ავთო კიდევ ერთხელ. მოგესალმებით ყველას. დღეს მე მომიწია ისე დღეს აქ ლექციის საკითხვა, როდესაც დღეს კიდევ ერთი ხარაკირი გაიკეთა ქართულმა ოცნებამ. როგორც ყველამ ვიცით, ორი პოლიტიკოსი დღეს კიდევ მოუმატეს ამ პოლიტიკოსთა რიცხვს. მამუკა ხაზარაძე და ადრი ჯაფარიძე. სულ სხვანაირად მინდოდა დამეწყო დღევანდელი ლექცია, მაგრამ საერთოდ არა მარტო ეს დღევანდელი მოვლენა, არამედ გუშინდელი მოვლენაც ცოტა ისეთ რაღაც სხვანაირად აყენებს ჩემს მიდგომას აი იმ საკითხებთან, რაზეც მინდოდა საუბარი. კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელეს შესანიშნავი ოპერაცია, რითაც ყველამ ეს ძალიან კარგად იცით და ამაზე აღარ შევჩერდები. ეს მე იმიტომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, რომ დემოკრატიული ქვეყნები, ცივილიზებული ქვეყნები საერთოდ ასეთ გადაწყვეტილებას ძალიან ძნელად იღებენ. ყველამ ვიცით, რას თქვა უინსტონ ჩერჩილმა, რომ დემოკრატიაო
დიდი ბიტურობა, მაგრამ უკეთესი, აი მე ამაზე უფრო ვამახვილებ ყურადღებას, უკეთესი ჯერ არ გამოუგონია კაცობრიობას. ესე იგი, მაინც დემოკრატია ყველაზე კარგი და აი სწორედ ამასთან დაკავშირების თქვა, რომ დემოკრატიულ ქვეყანას ჭირდება გააზრება, იქ შეთანხმება, ყველას თანხმობა და ამაში დრო გადის და ამიტომ იწელება ის გადამწყვეტი დარტყმა იქნება თუ ფეხის გადადგმა თუ რაღაც მოქმედება, რაც საჭიროა რომ გადაიდგას და ამას უფრო ადვილად აკეთებენ ტოტალიტარული ქვეყნები და დიქტატურული ქვეყნები. ერთი კაცი განაგებს ის ბრძანებს და ყველაფერი მიდის როგორც უნდათ მათ. ასე მეც მინდა დავიწყო იმითი რომ დიდება უსურვო და გამარჯვება საქართველოს, დიდება და გამარჯვება უკრაინას. დიდება და გამარჯვება უკრაინას, დიდება გმირებს და ამბობ თქვა მწუხარება გუშინ გარდაცვლილ ქართველ გმირზე, ნადირაზეზე, რომელიც გუშინ არა ბრძოლის ველზე, არამედ გულის გულის შეტევით გარდაიცვალა. დიახ, რა მინდოდა მეთქვა და რით მინდა დავიწყო. საერთოდ ყველასათვის ცნობილია ერთი ჭეშმარიტება, რომ ავადმყოფს რომ უმკურნალო, უპირველეს ყოვლისა უნდა დასვა სწორი დიაგნოზი. უპირველესად უნდა დასვა სწორი დიაგნოზი. ეს რომ გადავიტანოთ პოლიტიკურ ჭრილში, ასევე არის რომ თუ გინდა რომ სწორი სტრატეგია, სწორად წარმართო საქმე და გეგმა სწორად და სწორად საერთოდ იმოქმედო, ამისათვის ჯერ უნდა გააცნობიერო და ზუსტი დიაგნოზი დაუსვა თუ რა ხდება და რა არის. მდგომარეობა როგორ არის. მე რის თქმა მინდა მე ცოტა გავკადნიერდები და გადავდივარ საერთოდ მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსების ასე ვთქვათ მცირე ოდნავ კრიტიკაზე, რაც შეეხება იმას, რომ ცივილიზებული ქვეყნები მყავს მხედველობაში, რა თქმა უნდა, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და ასე შემდეგ. რომელთანაც დაპირისპირებული არის ეს დიდი ვეშაპი, რომელზედაც ჩვენი ქართველი პოლიტიკოსები ვამბობთ, რომ ჩვენი უპირველესი მტერია, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი მტერია ეს დიდი ხანია უკვე გავაცნობიერეთ ჩვენ და ვიცით, მაგრამ მარტო ჩვენი კი არა, რუსეთი არის მსოფლიოს მტერი. მე მინდა ასე ცოტა ხატოვნად აი ჯება მეგობრებმა სწორედ ის სახელწოდება მოუნახეს ჩემ იმას, სწორედ აქედან გამომდინარე, რომ რუსეთი არის კაცობრიობის ავთვისებიანი სიმსივნე. იბო თავისი მეტასტაზებით. ეს მეტასტაზები, ალბათ გამიგებთ, რასაც გულისხმობ, ეს არის მათი აგენტურა, KGB და GRU, რომელიც მათი მეტასტაზები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის გადგმული. მე შემეძლო თავი დამეზღვია და მეთქვა, რომ თითქმის ყველა ქვეყანაშიო, მაგრამ არა, უკლებლივ ყველა ქვეყანაში. და მე ამას ერთი პატარა ფაქტით დაგიმტკიცებთ ყველას. ყველამ ძალიან კარგად იცით სახელმწიფო, ეხლა რა თქმა უნდა, თავიდან როდესაც გავიგე ეს სახელი, მე ძალიან გამიკვირდა, არც ვერ გავიგე ეს რა სახელმწიფოა, ნაურუ, რომელმაც აღიარა ეგრეთ წოდებული, ესე იგი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ძალიან ბევრი ვეძებე იმებში, რუკებში და საზიებლებში ეს სახელმწიფო აღმოვაჩინეს 7 პატარა კუნძული ოკეანეთში. სადაც არის, ძალიან კარგად ვიცით ალბათ ყველამ, ფიჯი, ტონგა, პოლინეზია, მიკრონეზია და ასე შემდეგ. შემიძლია ბევრი სახელმწიფოები
ჩამოგითვალოთ ამ ოკეანეთის, მაგრამ აი ეს ნაურუ ნამდვილად არ ვიცოდი. როგორც გინდა ჩამითვალეთ და გავიგე მაშინ. ესე იგი მე რის თქმა მინდა, იცით, ესეთი მიკროსახელმწიფო რომელიც სადღაც ოკეანეთში მდებარეობს და ის აღიარებს აფხაზეთს და აღიარებს სამხრეთ ოსეთს, მაგრამ ესე იგი იქაურმა მკვირმა ესე იგი მოსახლეობამ ალბათ 99-მა და 99-მა მიასედმა პროცენტმა არ იცის ეს სახელმწიფო სად არის, მაგრამ ისია გადგმული აქ რუსეთის აგენტურას, ну მიქ რაღაც მდგომარეობა აქვს ისეთი დაკავებული, რომ შეძლო ამ სახელმწიფომ ამ შეძლო რუსეთის აგენტურამ, რომ ამ სახელმწიფოს ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. აი ეს ამტკიცებს, ეხლა ვინმე იტყვის, რომ რატომ აი ფიჯისი და ტონგაში და იმაში მიკრონეზიაში და სხვა სახელმწიფოებში რატო არ აღიარეს. ну ახლა იქ ეთყობა არ აქვს ის მდგომარეობა და ის ასე ვთქვათ მიღწეული იმას რა ქვია ავტორიტეტს, რომ მათაც ეღიარებინათ, თორე სიამ ალბათ ბევრს ცდილობდნენ ყველგან იმაზე, რომ ეღიარებინათ. და ბევრ სახელმწიფოს კიდევ ის რა ქვია ვენესუელა ეს საერთოდ შედარებით უკვე ცნობილი სახელმწიფოა და ეს ყველა მიცის, რომ იქ საბჭოთა კავშირიდან დაწყებული გადგმული აქვს ფესვები რუსეთის აგებეს. არის თქმა მინდა მე, რომ აი ეს სახელმწიფო რომ ასეთია, რომ სიმსივნე არის, აი სიმსივნე. ეს აი გუშინდელმა ამბავმა კიდე შემიცვალა ცოტა და ცოტა იმედი მომცა, რომ მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები ეთყობა ამას უკვე აცნობიერებენ და იციან, რომ ესე იგი რუსეთთან უკვე ისეთ ლაპარაკი ბოდიშებით და სხვადასხვა იმითი დათმობებით არ შეიძლება. იმიტომ რუსეთს რაც უფრო დაუთმობ, რუსეთი და საერთოდ აგრესორს, ხულიგანს, ჯიბგირს თუ გინდას და თუ თავხეთს რაც უფრო დაუთმობ, მით უფრო თავხეთდება. ეს არის აქსიომა. ეს ყველამ კარგად იცის. ამიტომ მას რაც უფრო მეტად მოხდება მუშტი ცხვირში, მით უფრო იგებს იმას, რაც უნდა გააგებინო. ეხლა მე მინდა იგივე დაახლოებით იგივე მიდგომით მივუდგეთ ჩვენ საქართველოში რა მდგომარეობაა და რა ხდება. ემგონი ისევ საზღვარგარეთმა და არა მარტო საზღვარგარეთმა, ჩვენმა პოლიტიკოსებმა და მედიამ და ასე ვთქვათ პოლიტოლოგებმა და სულ ყველამ, ვინც კი ესე იგი ჩართულია გამოსვლებში და ყველამ ესე იგი ერთი რამ ვერ გააცნობიერეს. ერთი რამ ვერ გააცნობიერეს. კერძოდ ის, რომ ყველა ამბობს, რომ საქართველოს რუსეთი მართავს, რუსები მართავენ. რა თქმა უნდა, ეს ასია, რუსები მართავენ, მაგრამ როგორ? რაშია საქმე, რანაირად მართავენ და როგორ მართავენ? მართავენ არა იმითი, რომ ქართველი გვარის რუსები განაგებენ საქართველოს და მართავენ. არამედ პირდაპირ რუსები განაგებენ, პირდაპირ რუსები. რის თქმა მინდა ეხლა მე, რაც მე არავისგან არ გამიგია, ეს ჩემი მოსაზრებაა და არა მარტო მოსაზრება, არამედ ზუსტად ვიცი, რომ ეს ასია. აი 2 დღის წინ იყო გავრილოვის ღამის მე-6 წლისთავი. რომ მოხდა
გავრილოვის ღამე. იმ დღეს, ესე იგი, რაც მოხდა, ყველამ ვიცით, ეს დაარბიეს, თვალები დათხარეს, დაამტრიეს და ასე შემდეგ. და ამით დამთავრდა თითქოს გავრილოვი წავიდა და გაეცალა საქართველოს. ბევრი ამბობს ამას, რომ გაეცალა საქართველოს. არა ბატონებო, გავრილოვი ასად არ წასულა. იმ დღეს მან გამარჯვება იზეიმა. იმიტომ რომ ძალიან შედეგი მიიღო, რომ დაარბიეს ეს ხალხი, დაასახიჩრეს ახალგაზრდები და სხვა ასე შემდეგ. და თუნდაც ეს ასე არ ყოფილიყო, ის მაინც არ წავიდოდა, იმიტომ რომ მას დავალებული ჰქონდა, რომ საქართველოში უნდა ჩამოსულიყო და კრემლს ჰქონდა გეგმაში, რომ გავრილოვი უბრალოდ დაემთხვა იქ ის რაღაც ის იყო ფორუმი იყო თითქოს იმ დღეს და თითქოს ამასთან დაკავშირებით იყო ის, რომ ჩააჯინეს უმაღლეს სავარძელში. არა, ეს უბრალოდ დამთხევა იყო, თორემ ეს იყო პირდაპირ შეგნებული, გზავნილი იმიდან, კრემლიდან. რომ გავრილოვი აქ უნდა დარჩენილიყო და რაიმე ოფიციალურ თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო. ნუ ალბათ ან ვიცე-პრემიერად, ან რაღაცას გამოიგონებდნენ და რაღაც თანამდებობაზე. როგორც ეს იყო კომუნისტების დროს, ალბათ გახსოვთ, პირველი ასეთი მეორე მდივანი, რომელიც ხრუშჩოვმა გამოუშვა საქართველოში, ხრუშჩოვის ისა პირველი იმის შემდეგ, სტალინის სიკვდილის შემდეგ ცეკას მდივანი იყო მჟავანაძე, რომელიც იყო ხრუშჩოვის ქვისლი. მათი ცოლები იყვნენ დები. მიუხედავად ამისა, ის არ ენდო მჟავანაძეს და გამოუშვა მეორე მდივნად ვინმე კოვანოვი. ამის შემდეგ იყვნენ კიდევ ჩურკინი, ზემლიანსკი, ესე შემდეგ, ბოლოს ყველას ახსოვს იყო კოლბინი. ნუ რა თქმა უნდა, ვინც იმას აქშია, რომელსაც ახსოვს ის დრო, ბოლო წლები საბჭოთა სისტემისა საქართველოში. აი ასე უნდათ საქართველოში ჩამოეყვანათ ოფიციალურად და დაესვათ ეს გავრილოვი. მაგრამ რა კი ესე მოხდა და ძალიან კარგად მოხდა, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები ესე მედგრად გამოვიდნენ და ხელი შეუშალეს ამ მარაზმს, თუ შეიძლება ითქვას. მათ განახორციელეს გეგმა B. კრემლმა განახორციელა გეგმა B. და გავრილოვი დატოვა თბილისში და დღევანდელ კი არა, ყოფილ რუსეთის საელჩოში, ლოკომოტივის სტადიონის პირდაპირ, რუსეთის ყოფილ საელჩოში. არავით არ ყოფილი, დღეს საელჩო არ არსებობს, მაგრამ იმათი შენობაა, იქ რუსები არიან, ყოველდღე შედის 20-30 კაცი და გამოდის საღამოს ამთავრებს სამსახურს. იქედან იმართება დღეს საქართველო. ზუსტად აი იქედან იმართება საქართველო. ეხლა ვინმე მკითხავს, რომ ივანიშვილი რა აფსაიდში გაუშვეს თუ რა? არა, ივანიშვილი სულთად აფსაიდში არ გაუშვიათ, მაგრამ ოფიციალური საგარეო საქმეებში, საშინაო პოლიტიკური საქმეების და იმისგან ეს გაანთავისუფლეს. უბრალოდ ვისაც ზოგს შეიძლება კადრების ისიც კი არ აქვს, ეხლა მას კადრებთან წდომა. მას მისცეს ეს ეკონომიკა და ეს საყლეფი ის რომ ყლიფოს ქვეყანა და გაიორმაგოს და გაისამაგოს თავისი მილიარდები. დანარჩენს ბიზინა ივანიშვილს არაფერს არ ეკითხებიან. თვით სიტყვებსაც კი, რომლებსაც ესენი წარმოსთქვამენ, ოფიციალურ განცხადებებს და ის რაც არის, ესე იგი წინასწარ გამოსავლა. ეხლა ზოგიერთი გამოდის მაგალითად ჟურნალისტი რო კითხვას დაუსვამს თუ რაღაცას, ნუ იმან უკვე იცის რა უნდა უპასუხოს, იმიტომ რომ მას ეს დაწერილი უკვე წაკითხული აქვს და უკვე შესანიშნავად იცის რა და როგორ ილაპარაკოს. თვითონ ყველას გაუკვირდა, ესე იგი რატომ წავიდა ყობახიძე იმაში ირანში. რატომ წავიდა და რუსეთმა უბრძანა. რუსმა უბრძანა და საერთოდ რუსები უბრძანებენ ამას იმიტომ რომ ესენი გამოჩნდნენ აბსოლუტური იდიოტები. მათ რუსეთს აწყობს რომ საქართველოს მთავრობა იყოს ჩანდეს როგორც იდიოტები, რომ მე შემდეგ უცხოეთთან სალაპარაკოდ თქვან რომ აი ესენი არიან და დაანებეთ თავი, ესენი ჩემები არიან. მე ვიცი ამათი ენა და მე შემიძლია ამათთან დავალაგო ურთიერთობა.
და ესენი კიდე მონებად არიან ქცეული, ეს უკვე ცნობილი არის ყველასთვის, ეს ახალი არ არის ეს სიტყვა, მონებად არიან ქცეული და იოტისოდენად ვერ გადადიან კრემლის იმას, რასაც ესენი უბრძანებენ აიმიდან რუსეთის საელჩოდან. რუსეთის საელჩოს კი ბუნებრივია ახლა ამას არც უნდა თქმა, რომ კავშირი აქვს მოსკოვთან და იქ მოსკოვი რასაც უბრძანებს და რასაც ესენი მე ათარგმნიან იქ უამრავი 30-მდე თუ რაღაცა ისენი ხავთ თარჯიმნები, რუსი თარჯიმნები, რუსი ქართულის მცოდნე რუსი თარჯიმნები უმეტესად და ნუ ქართველებიც რა თქმა უნდა და ისინი თარგმნიან აქედან ქართულიდან რუსულზე, რუსულიდან ქართულზე, რომ მათ მიაწოდო რა ხდება იგივე მასმედიაში, იგივე ტელევიზიაში, გაზეთებში და ასე შემდეგ, რომ ეს ცნობები კარგად აითვისონ და რეფერატი დაწერონ და ასე შემდეგ ჩააბარონ მერე შემდეგ კრემლს, რომ რა ხდება საქართველოში. და ამის მიხედვით შემდეგ ისინი გეგმავენ და კარნახობენ ქართველებს. ქართველ ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ მთავრობას. ეხლა დღეს მოხდა ისევ გადმოვა დღევანდელ დღეზე და ისეთი რამ რაც ესე იგი დღევანდელ იმას ოცებმა გამოუტანეს განაჩენი თავის თავს. მე ამაში აი დარწმუნებული ვარ. ეს იყო არა ჯაფარიძეზე და აზარაძეზე გამოტანილი განაჩენი, არამედ თავიანთ თავზე. რაც უფრო მეც ასეთ რამეს გააკეთებენ, მით უფრო კაცრი იქნება და მით უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაიყენებენ ესენი თავს. იმიტომ რომ არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ეს რაც დღეს ხდება აქა, ეს შეუძლებელია. ეს არის არ ვიცი, ნუ ამას არაფერი არ ქვია. ასეთი მე ესე იგი 85 წლის კაცი ვარ. და გამოვიარე მთელი ეს საბჭოთა სისტემა. საბჭოთა სისტემას ჩვენ ვებრძოდით დისიდენტები, ზოგადად გამსახურდია მერაბ კოსტავა, თქვენი მონამორჩილი, გია ჭანტურია იყო კიდე, ლუიზა შაკიაშვილი, წერეთელი, ირაკლი წერეთელი. სამწუხაროდ ირაკლი წერეთელი დღეს სად არის, არ ვიცი და რატო არის აი ესე გაჩვენებული და ესე იტანს ამ ამბავს. ვიცი რომ ის გულმხურვალე პატრიოტი ბიჭია და ამიტომ ძალიან ჩემთვის გაუგებარია და საწყენია მისი დღევანდელი ესეთი სიჩუმე. არის კიდევ ბევრი ასეთი რამ რაც იძინა ივანიშვილმა განახორციელა საქართველოში. თითქოს ქველმოქმედების იმითი დაურიგა ხელფასები ცნობილ მსახიობებს, რეჟისორებს, სპორტსმენებს და სხვა და სხვა და სხვა. ბატონო, ეს ქველმოქმედება არ არის. ეს არის ადამიანების მოსყიდვა. ერთ მაგალითს მოვიყვან, რაც ასევე ჩემთვის ძალიან გულსატკენია. დიდი რეჟისორი, უაღრესად დიდი რეჟისორი, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია. ჩვენ ერთად ვიყავით სახალხო ფრონტის გამგეობაში, ერთად მუშაობდით და ვიცი როგორი გულმხურვალეა და ქართველი პატრიოტია ის, მაგრამ პირი წყლითა აქვს სავსე. ის თვეში იღებს $5,000 თუ ლარს არ ვიცი ეს რამდენიც მაგის იმაში არც მაინტერესებს, მაგრამ იღებს მისგან. აქედან გამომდინარე ის თავისი პატიოსნებით ვეღარ აკეთებს იმას, რომ გამოვიდეს და მის წინააღმდეგ რამე თქვას. აქაც რაღაც პატიოსნების ნიშანია, ნუ გაგიკვირდებათ ახლა მე იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია, რომ ესე იგი ვიცი ეს ადამიანი როგორ იტანჯება.
მეორე სულ სხვა რამე არის, მეორე რეჟისორი ეს ჩვენი თეატრალური რეჟისორი, დიდი რეჟისორი, შემიძლია ესეც თამამად თქვა, ეს არის რობიკო სტურუა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ეს არ არის ახლა ისე რაც თქვი ელდარზე მასზე ვერ ვიტყვი, არ ვიცი. იმიტომ რომ მას არასოდეს ისეთი ეროვნული გრძნობა და რამე არ გამოჟღავდებია, უბრალოდ ის არის ძალიან ამას კიდე არ უნდა მეტი ხაზგასმა, რომ ძალიან დიდი რეჟისორია და ის რომ აი ამ პოზიციაზე დგას, ეს ძალიან საწყენია. ათაშორის ეხლა მინდა ერთ საკითხს შევეხო. დღეს ჩვენ დღეს ისეთ მდგომარეობაში ვარ და საერთოდ ადამიანი, როდესაც რამეს აკეთებს, რამეს მოქმედებს, სიტყვის თუ რაღაცას ნაბიჯს გადადგამს, უნდა ყოველთვის გაუკვირდეთ თუ აი ეს სიტყვა, ეს ნათქვამი, ეს აზრი, ეს გადადგმული ნაბიჯი და ჩვენი ქმედება ვის წისქვილზე ასხამს წყალს. მაგალითად, დღეს ვისაც არ ეზარება, გამოდის და საჯაროდ მასმედიაში ისე კრიტიკა შეიძლება, მაგრამ ლანძღავს და იმასწრება ჩვენს ოპოზიციას. აი ეს ამბავი ახლა მე ვიტყვი, რომ დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია არ არის ისე სუსტი და ისე საგინებელი და სალანძღავი, როგორც მას ლანძღავენ და აკრიტიკებენ. უფრო მეც ვიტყვი, შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ უფრო მეც ვიტყვი. დღეს რო ოპოზიცია არის საქართველოში, ასეთი ოპოზიცია და ოპოზიციის ესე იგი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ასეთი პროფესიონალური და ის თუ როგორიც დღეს არის. მაგრამ ის რომ დღეს ისინი რაღაც აი გარდამტეხს, რაღაც ისეთს ვერ აკეთებენ, რომ აი ამათ წინააღმდეგობა გაუწიონ და რაღაც ისეთი გარდამტეხი ვერ აკეთებენ, ეს იმის ბრალია, რომ ეს არის ესეთი ხელისუფლება საქართველოს არასდროს არ ყოლია. იმიტომ რომ ეს საქართველოსი არ არის, როგორც გითხარით, მართავენ რუსები. რაც არ უნდა გააკეთო დღეს ახლა ჩვენ შეჩეული ვართ და ვიცით რომ პოლიტიკოსი იყო, ესე იგი ქარიზმატული ლიდერები ყავდა, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ბატონო სააკაშვილი, მიშად ქარიზმატული ლიდერი იყო, ზოგ შეიძლება არ მოსწონს, ზოგ შეიძლება მოსწონს, მაგრამ ასე თუ ისეთი თვისება ჰქონდა, რომ რაც ჩვენ გამოვწად ნახეთ 2003 წელს, 2004 წელს, როგორი ვარდების რევოლუცია ჩაუყარა საფუძველი და განახორციელა. დღეს რო იყოს ახლა მიშა სააკაშვილი გარეთ, ისიც ვერაფერს ვერ გააკეთებდა და კიდაც ზვიად გამსახურდია. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, რუსეთი განაგებს. ჩვენ რო ვებრძოდით რუსეთს 80-იან წლებში და 90-იან წლების იმაში, 90-ში. მაშინ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას რაღაც ვალდებულება ამოძრავებდა საზღვარგარეთთან. იყო რაღაც პერესტროიკაო, გლასნოსიო და რაღაც აი ამ დაგვარი ის და სადღაც ჩვენი მიზნები და ჩვენი რაც გვინდოდა ის გაგქონდა აქ, როდესაც აქ გავაკეთებდით იმას მიტინგს თუ რა შემოველებოდით და უყვიროდით იმას ზემოთ უზენაეს საბჭოში, რომ ამდენი და ამდენი 201, მაგრამ 250 მიიღეს მაშინ
იმისი რა ქვია მე მხედველობაში მაქვს საარჩევნო კანონზე გავატანინეთ ყველაფერი რაც ჩვენ გვინდოდა იმიტომ რომ ისინი რაღაცას მაინც თმობდნენ დღეს რუსი ეუბნება ამას რომ არაფერი არ დათმო პირიქით როდესაც ადამიანს იქედან საზღვარგარეთიდან ასანქცირებენ ესენი იმას აჯილდოებენ ეს არის ზუსტად რუსული როგორ გითხრათ ახლა ჩვევა რუსული პოლიტიკა სულ ყოველთვის ასე იქცეოდნენ როდესაც რაღაცა მოხდებოდა და საზღვარგარეთი რაღაცას ამბობდა რუსები აკეთებდნენ სულ საწინააღმდეგოს აი ესეთი ის იყო და ეხლა რატომ მინდა მე ამის თქმა რომ ეს ჩვენი ოპოზიციის და ოპოზიციური პოლიტიკოსების ლანძღვაგინება ძალიან აწყობს ქოცებს აი იმიტომ ვამბობდი რომ რაღაცას რომ ვაკეთებთ არა დაუკვირდეთ ვის აწყობს ეს ამის თქმა ამის ასეთი მოქცევა ასეთი ისა ვის აწყობს და სწორედაც ქოცებს ეს ქოცების შემოგდებულიც არის მე დარწმუნებული ვარ რომ აი ესე იყოს ის და ამის საწინააღმდეგოდ ჯერ ერთი რომც იყოს ასე ლაპარაკი არ შეიძლება მით უმეტეს რომ ასე არ არის ასე რომ არ არის დღევანდელი დღე ამტკიცებს მაგას რატო იჭერენ ამ იმებს თუ არ ეშინიათ ამ პოლიტიკოსებს ყველა ლიდერს თითქმის ხვალ მეორეს ხვალ კიდევ ერთი დაიჭერენ ზეკები და ასე შემდეგ იმიტომ რომ ეშინიათ ამ პოლიტიკოსების ეხლა შეიძლება გადავიდნენ იმაზე რომ დაიწყონ იმისი მასმედიის ჟურნალისტების და იმათი ასე ვთქვათ დაპატიმრება ეს უკვე ყველაფერს გადავა და ყველაფერს იქნება ისე რომ ეხლა მე მინდა ვთქვა რომ მე მაინც ვფიქრობ რომ ქართული ოცნება უკვე მიდის დასასრულისკენ და რაც უფრო ნაკლებს გააკეთებენ ესეც და თავს ლაპს დაისხამენ მით უფრო უკეთესი იქნება მათთვის თუ შეკითხვები იქნება მე შემოვნებით არა თუ შეკითხვები არ არის ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ საზეპიროსავით რუსეთი და დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება არის დედამიწის სიმსივნე რომელიც ყველამ ჯერ ჩვენთაგანში საკუთარ თავებში უნდა დავამარცხოთ და მე ყველგან სადაც ეს ტირანიული სახელმწიფო ესე სასტიკი მეთოდებით მართავს და თავს ახევს მთელს ცივილიზაციას საკუთარ პოლიტიკას. უღრმესი მადლობა ბატონო ავთო კიდევ ერთხელ და მე დარწმუნებული ვარ და მინდა რა ვიცი ჩვენი ამ პათოსით კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ რომ გამარჯვება გარდაუვალია დემოკრატია აუცილებლად იპოვნის თავის გზას. თავარია ჩვენ არ გავჩერდეთ, არ დავიღალოთ და გავუძლოთ ყველაფერს. რაცაც გასაძლები გვაქვს, ყველაფერს უნდა გავუძლოთ. თუ დავჭით მეგობრებო, საქართველოში და ვიძახით ხმამაღლა რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა და აღარ ვაპირებთ აღარსაც წასვლას, მე მაგალითად და ჩემი მეგობრები ესე ვართ. რა თქმა უნდა ბოლომდე გავჩერდებით, დავთმობთ, არაფერს არ დავთმობთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე, სადაც საჭიროა. როგორც საჭიროა და ნებისმიერი ხერხით, რომელი ხერხიც დაამარცხებს ამ საშინელ ტირანიას. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის.